როცა ზედაყბა პატარა არის, სახის ნაკვთები იცვლება შემდეგნაირად. სახის შუა ნაწილი ჩაზნიქილია, ცხვირტუჩის ნაოჭი მკვეთრად გამოხატული, წარბები ასიმეტრიული, თვალები ასიმეტრიული, ნიკაპი გვერდით გადანაცვლებული, ტუჩი ასიმეტრიულად მდებარეობს და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სქემატურად, როგორ გამოიყურება ეს მკვეთრად გამოხატული ცხვირტუჩის ნაოჭი. ქვედა და ნიკაპი უფრო დიდი მოჩანს, იმიტომ რომ ზედაყბის ძვალი შეზნექილია, ყრიმალის ძვლები განუვითარებელი და ზუსტად აი ესეთ ცურებას ვღებულობთ, როცა ზედაყბას ვაფართოვებთ, ყრიმალის ძვლები იზრდება, ცხვირტუჩის ნაოჭის გასადავდება, ზედა ტუჩი გამოიწევს წინ და ტუჩის მოცულობა იზრდება და დგება შედარებით სიმეტრიულად და ჰარმონიულად. ახლა ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ თუ როგორ განვითარდა რეალურ პაციენტს ცხვირტუჩის ნაოჭი მკვეთრად გამოხატული იყო გასადავდა, ზედა ტუჩი ოდნავ უკან იყო შეზნექილი, ოდნავ წინ გამოიწია, ცხვირი და ნიკაპი შედარებით პატარა გამოჩნდა, იმიტომ რომ ზედაყბის ძვალი გამოიწია და წინხეთში თუ შევხედავთ, ნიკაპი შედარებით სიმეტრიულად დადგა, ტუჩები შედარებით სიმეტრიულად დადგა, წარბებიც გასწორდა, ყრიმალის ძვლები გაიზარდა, ცხვირტუჩის ნაოჭი გასადავდა და მოკლედ მხოლოდ პაციენტი არ არის ბედნიერი. ჩვენაც ძალიან გვიხარია მისი ასეთი გარდასახვა და ჩვენი ყოველი შეხვედრა არის მადინიერების გამოხატვა ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ ასეთი კარგი ცვლილებები აქვს, ასეთი კარგი პაციენტია, ითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას, რასაც ვაძლევთ და გვიხარია ორივე მხარეს და ყოველთვის გვინდა, რომ პაციენტი იცავდეს იმ რეკომენდაციას, რომელიც საჭიროა ასეთი რთული ქირურგიის შემდგომი მოვლა არის საკმაოდ სპეციფიური, მოითხოვს დიდ ყურადღებას, სწორ მოვლას, სწორ ჰიგიენას და ექიმთან სწორ კომუნიკაციას. აი ესეთი სახის ცვლილებელი თუ გინდათ, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე და ერთად დავგეგმოთ თქვენი მკურნალობის გზები. გელოდებით.